სოციალური პროგრამა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე მიმართულებას აფინანსებს, მათ შორის არის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. წელს 6 თვის განმავლობაში 173 ოჯახმა ისარგებლა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 125,000 ლარამდე გაიცა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამას. პროგრამა 19 ქვეპროგრამით არის წარმოდგენილი და ძირითადად ყველა მათგანი ორიენტირებულია სწორედ მოწყვლადი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა სწორედ არის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა, რომლის მიზანია აღნიშნული ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების და ასევე დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი, ანუ 18 წლამდე ასაკის შვილი და მათგან ოჯახის ყველა წევრთაგან 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სულ აღნიშნულ დახმარებას ღებულობს 173 მრავალშვილიანი ოჯახი. ამ ოჯახებში ბავშვთა რაოდენობა არის 726 და განვლილ პერიოდში მიმდინარე წელს, ანუ 6 თვეში გაცემული თანხა შეადგენს 124,800 ლარს.